სიშლეგესაც, სიგიჟესაც, არაადეკვატურობასაც აქვს თავისი ზღვარი. არა, მე არ მინდა ვთქვა, რომ ასე მაგალითად 1933 წელს მოსული გერმანიის სათავეში მოსული ჰიტლერი ადეკვატური იყო მეთქი, მაგრამ უკლებლივ ყველა სხვა მათ შორის დიქტატორი მმართველი სხვა ქვეყნებში მცირე გამონაკლისის გარდა ხო პრინციპში მაინც რაღაც ჩარჩოებში მოექცეოდა ხოლმე. ყველაზე სამწუხარო ან ერთ-ერთი ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ ამათ სიშლეგეს ზღვარი, როგორც ასეთი არ აქვს, აქედან აქამდე არ ეტევიან. ანუ უსასრულოა ამათი სიშლეგე. გულახდილად გეტყვით დღეს ახლა მე სულ სხვა თემაზე, სხვა საკითხებზე მინდოდა საუბარი, სხვა საკითხებზე მინდოდა თქვენი ყურადღების გამახვილება და მინდოდა რომ ასე მაგალითად მესაუბრა უკრაინაში, უკრაინის გარშემო მიმდინარე პროცესებზე. უსაინტერესო ეს ამბები ხდება იქ, ორ სიტყვას ვიტყვი. უსაინტერესო ეს ამბები ხდება ხვალ პარასკევს, დღეს ხო ხუთშაბათია, ხვალ პარასკევს პრეზიდენტი ტრამპი და პრეზიდენტი ზელენსკი შეხვდებიან ერთმანეთს. და პრეზიდენტმა ტრამპმა როგორც ჩანს 26 აპრილის შემდგომ და უკვე შემდგომ პერიოდშიც საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ უკრაინას დაეხმაროს. ქართველი ანტიტრამპისტები ამას კი არ დაუჯერებენ, რასაც ახლა მე ვამბობ, მაგრამ ტრამპი რომლისთვისაც მეორე ან მესამე მეორე, ესე ვიტყვი, ხარისხოვანია, როგორც ასეთი ადამიანის უფლებები, დემოკრატიის ხარისხი, შესაძლოა ესეც მეორე ხარისხოვანია და უპირველესი მნიშვნელობის არის ამერიკის ინტერესი, მშვიდობის დამყარება გლობალურად, მშვიდობის დამყარება ძალის გამოყენებით, ძალაზე დაყრდობით, კონფლიქტების დარეგულირება და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების დარეგულირება ან დარეგულირებისაკენ გადადგმული უზარმაზარი ნახტომები ნაბიჯები ამის მადასტურებელია. მოკლედ პრეზიდენტი ტრამპი უკრაინის კონტექსტში როგორც ჩანს ჩამოყალიბდა საბოლოოდ, იმედი გვაქვს და დარწმუნებულებიც კი ვართ, რომ ჩამოყალიბდა საბოლოოდ და რა მნიშვნელობა აქვს ახლა ჩვენ გავაკრიტიკებთ თუ არა მას სხვადასხვა ტაქტიკური მოსაზრების ან ტაქტიკური ნაბიჯის გამო ის როგორც ჩანს 50 100 თუ მეტს ხო ტომოჰავკსაც კი გადასცემს უკრაინას, რაც ამ უკანასკნელის, ანუ უკრაინის გარდაუვალი, მოდი ასე ვიტყვი, გამარჯვების საწინდარი იქნება. ხო და ამას ვამბობ, რომ სწორედ ამგვარ თემებზე მინდოდა საუბარი მეთქი და ვიდრე ვიდეო ბლოგის მომზადებულიც მქონდა გარკვეული რაღაცა მიგნებები, შეიძლება არასწორი სიტყვაა, ხო? რაღაც ისეთი ძახილისნიშნიანი წინადადების წარმოთქმაც მინდოდა, ანალიზი თქვენთან ერთად მსჯელობა, კომენტარების მერე წაკითხვა და ასე შემდეგ და ვიდრე ამ თემაზე ვიდეო ბლოგს ჩავწერდი თუ დავიწყებდი, მანამდე 3 წუთით ადრე საკუთარ თავს უთხარი, რომ მოდი ირაკლი ახლა მაინც ჩახედე, გახედე newsfeeds, ანუ ახალ ამბებს მეთქი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ზღვარი ამათ სიშლეგეს არ აქვს და გადამინდა, ან გადამეფიქრა ყოველ შემთხვევაში გადავდე საუბარი სწორედაც რომ უკრაინაზე, იმაზე როგორ და როდის სავარაუდოდ დამარცხდება პუტინი ამ ჯოჯოხეთურ ომში და როგორ და როდის გაიმარჯვებს უკრაინა, ხო, დროის მოფარგვლა არასწორიაო, ვინმე იტყვის, მაგრამ რა ტენდენციებთან გვაქვს საქმე, ამაზე კი შედარებით იოლია საუბარი და გადავდე და ჩავხედე აქ იგითხარით newsfeeds და აღმოვაჩინე საოცრება, ბატონებო. მეგობრებო, ჩვენ რუსთაველის გამზირზე დედაქალაქის და ქვეყნის მთავარ პროსპექტზე იცით თქვენ, რომ იკრიბება არ ვიცი, ყოველდღიურად იკრიბება 200-300 კაცი. მეც ვიყავი გუშინ წინ. პროტესტის გაჩერებას ცდილობს ეს ბანდა ხელისუფლება. ეს ამ ბოროტმოქმედთა ჯგუფი, რომლის ერთ-ერთმა მთავარმა ბოროტმოქმედმა ისიც კი თქვა, გუშინ, ესენი ხო გამოხდნენ ვოლსკი ერთგან, პაპუაშვილი მეორეგან, კობახიძე მესამეგან, ისიც კი თქვა, რომ ეს ჯარიმებმა არ იმუშავაო, იმიტომ რომ გაღატაკებული ხალხი დადისო და ვერ ამოვიღეთ, ანუ ტიპს ბანდიტს, თურმე რა გარდა ყველაფრისა რა უნდა,
რომ მეტად და მეტად გააღატაკოს საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც მის მმართველობას, მისი და ივანიშვილის მმართველობას აპროტესტებენ და ეწინააღმდეგებიან. ამათ ყველა განცხადებას, რომ ყველა აბზაცს, ყველა წინადადებას, რომ ჩახვე ბოლომდე მართლა გულახდილად გეტყვით, ამათი ხალატის, გამოცხადებული ხალატის ისტორიაც რომ აღწერო, ბოდის ვიხდი. სპეციალურად არ წავშლი ამ ვიდეოს. გულახდილად გეტყვით. ხო და რო ჩახვე, პრაქტიკულად დრო არ გეყოფ. ამიტომ მე იმ გუშინდელ განცხადებებზე ერთისა, მეორისა თუ მესამისა პრაქტიკულად არაფერს ვიტყვი. მაგრამ წარმოუდგენელია, რომ ყურადღება არ გავამახვილო იმაზე, რაც წავიკითხე და რამაც ეს 327 ღერი თმა, რომელიც შერჩენილი მაქვს, შერჩენილი მქონდა, ხო? ესეც კი გამცვივდა ამ ინფორმაციის საკითხვის შემდეგ ჩვენ ყველანი გავდივართ რუსთაველზე. და უმრავლესობა ჩვენგანი დაჯარიმებულია 5, 10, ზოგს 20 და ზოგს 40, ზოგს 120 და ზოგს 250,000 ლარი აქვს ჯარი. ამ ბანდა ხელისუფლებამ ახლა რაღაცი ვერ იღებს ამ ჯარიმებს უფრო და რაღაცი გაჭედილია სისტემა და რაღაცი სასამართლოებამდეა მისული საქმე სასამართლომდე და რაღაცი მოსამართლეების ვერ აუდიან 1, 2, 3, 17, 47, 197 საქმეს დღეში თუ საათში, ხო? შესაბამისად ამათმა ხომ უნდა აღმოფხრან როგორღაც რუსთაველის გამზირის პროტესტი როგორღაც და მოიფიქრეს რომ ადამიანებს 15 დღით თქვენსთან ამოქალაქეებს, ჩვენსთან ამემამულეებს გაუშვებენ ციხეში და თუ ეს ადამიანი კონკრეტულად რა მნიშვნელობა აქვს რომ აგვარსახელისა გაიმეორებს ამ ჭყალებში დანაშაულს, უკვე შემდგომ 1 წლით გაუშვებენ ციხეში ადამიანებს, ვინმე იკითხავს ყოფნით თუ არა მათ ადგილები საპატიმროებშიო და მე გეტყვით რომ არ ყოფნით. მაგრამ მეორე მხრივ ახალი საპატიმრო ააშენეს, იქ ქალთა განყოფილება და ქალთა ნაწილი დაამატეს, ქალთა კოლონია დაამატეს და 3000 კაცზე გათვლილი ახალი საპატიმრო, ხო, ნიშნავს იმას, რომ 3000 ახალ პატიმარსაც დაიტევს. და აი ოღონდ რუსთაველის გამზირი აღმოფხრან და შესაბამისად პროტესტი გააჩერონ და შესაბამისად საქართველოს ღალატის ისტორია განაგრძონ შედარებით მშვიდად, თუმცა მე ვპირდები რომ მათ სიმშვიდის შესაძლებლობა არ ექნებათ. იმ შემთხვევაშიც კი თუ რუსთაველის გამზირი ზე ჩააყენებენ ტანკებს, ან ამ ტანკებიდან ესვრიან მოქალაქეებს. თუ გააჩუმებენ პროტესტს და ან ჩათვლიან რომ გააჩუმებენ პროტესტს, მათ სიმშვიდის შესაძლებლობა დრო არ ექნებათ. მე ვპირდები ამას, იმიტომ კი არა რომ რაღაც ძალიან მაგარი ვარ, საერთოდ არა ვარ მაგარი. მაგრამ ჩემზე ბევრად მაგრები და მეც არის ერგარჩი სადღაც 2058 ან 23457 ვიქნები სადღაც დროშით ხელში ან დროშის გარეშე. Facebook-ზე ვიქნები, თუ ამიგზალავენ YouTube-ზე ვიქნები, თუ ამასაც ამიგზალავენ დიღმის ბაზრობაზე ვიყიდი, ვუტრინებ ცხადია, მაგრამ ვიყიდი რაღაც საფოსტო მტრედებს თუ არის კიდევ არც ვიცი. მოკლედ რამეს მოვნახავ, მეზობელს დაუძახებ და მეზობელს დაველაპარაკები ამათ სიავეებს. ამასაც აკრძალავენ. ხო და სიგიჟე რაც გავეცანი დღეს და რაც ნახე არის ის რომ ჩვენ ხო გვაჯარიმებენ და ამათმა გადაწყვეტილება მიიღეს რომ ფინეთის საგარეოს მცხვენია ამას რომ ვამბობ. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მისული რუსთაველის გამზირზე გუშინ წინ უმაღლესი კლასის დიპლომატი. ქალბატონი ელინა ვალტონენი გზის გადაკეტვისთვის 5000 ლარით დაეჯარიმებინათ ეს რომ გამოექვეყნებინა ფორმულას რომელიმე ჟურნალისტს ან ნებისმიერ სხვა საჯარო პირს, რომელიც პოსტებს თუ სტატუსებს აქვეყნებს და Facebook-ზე და ეს პირი გამომქვეყნებელი ჩემთვის პატივსაცემი ავტორიტეტული რომც ყოფილიყო, რომ გამოექვეყნებინა ეს ვინმეს, ვისაც ვენდობი, ვისიც მჯერა, მასაც კი არ დაუჯერებდი. მაგრამ ფორმულა ავრცელებს ინფორმაციას ამ შინაარსით. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეუთოს თავმჯდომარე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი გზის
გადაკეტვისთვის 5,000 ლარი დააჯარიმა ინფორმაცია ფორმულას დასხედით შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. ვალტონელი საქართველოს ეს უკვე ბექგრაუნდია, ოფიციალური ვიზიტი მიმყოფებოდა, ის 15 ოქტომბერს რუსთაველის გამზირს არ არის საკმარისი, მეთქი ახლა ცოტა ირონიულად მივმართავ ბოროტ მოქმედებს, რომლებიც მოკალათებულან სავარძლებში და რომლებსაც ცხადია ბანდიტები უნდა უწოდოთ და რომლებმაც ცხადია თავის დროზე ამ 1 წლის წინ დაახლოებით მიიტაცეს ძალაუფლება და მოახდინეს საქართველოში სახელმწიფო კონსტიტუციური გადატრიალება. ბოროტ მოქმედებს, რომელთა თავკაციც რასაკვირველი არის, ბოროტ მოქმედი ბიზინა ივანიშვილი ბოროტ მოქმედებს, რომლებმაც ყველაფერი უკვე გააკეთეს და წლები ააკეთებენ და მომავალშიც გააკეთებენ. რასაკვირველია, საქართველოს როგორც სახელმწიფოს დასრულებისათვის არ არის არაპატივცემულებო ბოროტ მოქმედებო ეს საკმარისი, როდესაც შემდეგ ჯერზე ქალბატონი ელინა ვალტონენი ან ნებისმიერი სხვა ჩამოვა ახალი კანონის თანახმად თქვენ ვალდებულება გეკისრებათ რომ ადგილს და გავა რუსთაველის გამზირზე ადგილზევე დააკავოთ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვალტონენის შემთხვევაში ან ევროპარლამენტარი თუ იქნება ესა თუ ის ევროპარლამენტარი ვინც ასე თქვენეული გაგებით დაარღვევს კანონს. და მთავარი ამბავიც მე მახველებს ხოლმე მაშინ როდესაც ნერვიულობას ვიწყებ. მთავარი ამბავი არის ის რომ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ჩარა არასწორი სიტყვა ხო ჩემი ანალიზით მოდი ასე ვიტყვი ხო ესენი მართლა წავლენ ამგვარ უკიდურეს ნაბიჯზეც კი და რა საჭიროა ახლა ჩამოსვლა რომელიმე დიპლომატისა ფინელისა თუ არაფინელისა აქ არ არიან ელჩები და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები 5,000 ლარიანი ჯარიმა კი არ უნდა აკმაროთ ასე მაგალითად გერმანიის ელჩს კი არ აკმარებენ ესენი არამედ ან რაღაც ევროკავშირის წარმომადგენელს ან რომელიმე სხვა სახელმწიფოს ელჩს დიპლომატს რომელსაც დიპლომატიური იმუნიტეტი აქვს მე მგონი რომ უნდა დააჯარიმოთ ბორკილები დაადოთ ადგილზე ასეც იზამთ მეთქი ასე ვიტყვი დაარღვევთ ერთ კონვენციას კი არა პრაქტიკულად ყველაფერს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას მე გავბედავ და ვიტყვი რომ ამ გადაწყვეტილებას ვალტონენისთვის 5,000 ლარიანი ჯარიმის დაკისრების თაობაზე გეკა გელაძე ანუ მინისტრად წოდებული ვერ მიიღებდა გავბედავ და ვიტყვი რომ ამ გადაწყვეტილების გამო სახლში დაბრუნებულ რამდენიმე დეპუტატს და რამდენიმე მინისტრს შესაძლოა შერთ სხვა კიდეც ჩემი აზრით ეს უკანასკნელნი ვინც ბალიშზე დადო თავი და მეუღლეს გაუზიარა ან არც გაუზიარა საკუთარი ფიქრები იმის თაობაზე რომ ამის გაკეთება არ შეიძლება ისინი უარესები არიან ვიდრე პირები ვინც უშუალო გადაწყვეტილება მიიღო რამდენადაც რჩებიან იმიტომ რომ რჩებიან ამ ბანდა ხელისუფლებაში და იმიტომ რომ მხოლოდ ბალიშზე დებენ თავს და არც ქვითინებენ სცხვენიათ შესაძლოა მაგრამ მაინც არიან ბოროტ მოქმედები მაინც ითვლებიან ბოროტ მოქმედებას სულ არ მინდოდა ამ სიტყვების წარმოთქმა რომელიმე მათგანზე მაგრამ ეს ფაქტი და ის სხვა არაერთი ფაქტი წლების განმავლობაში მომხდარი და განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში მომხდარი და დუმილი ამ ფაქტებზე ადასტურებს იმას რომ მათ შორის ჩემი ნაცნობებიც მთავრობასა თუ პარლამენტში არიან ბოროტ მოქმედები რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ჩემგან ამის თქმა და არანაირი ესეთი გამართლება რომ ჩვენ ხელსაყრელ მომენტს ველოდებით რომ აი ხელსაყრელი მომენტი რომ იქნება სწორედ მაშინ წამოვიდეთ ქართული რუსული ოცნებიდან უკვე აღარ არის ამ ფაქტამდეც აღარ იყო და ამ ფაქტის შემდეგაც აღარ არის ამიტომ ყველა არის გამправებელი და ვინც გამправებელია ის ისეთივე ბოროტ მოქმედია როგორც თავარ ბოროტ მოქმედი მაგრამ მე დაუბრუნდები იმ სიტყვას ვინ მიიღო გადაწყვეტილება ამის თაობაზე და არც გელაძეს არ მიუღია არც პაპუაშვილს არც კალაძეს არც კობახიძეს ისინი შეიკრიბნენ შესაძლოა ქართული ოცნების ბანდის ოფისში ამაზე კი არ იმსჯელეს არამედ მიიღეს ზუსტი გადაწყვეტილება ზუსტი ინსტრუქცია უფრო ზუსტი რომ იყო
ბიზინა ივანიშვილისაგან, რომ 5,000 ლარიანი ჯარიმა დააკისრონ ამ შემთხვევაში ვალტონენს. და ბიზინა ივანიშვილი რამდენადაც ის არის შლეგი და კიდევ არ არის ეს ზუსტი ასახვა მისი ფსიქიკური მდგომარეობისა. რამდენადაც ის არის სრულიად არა შერაცხადი, ანუ შეურაცხადია. ბიზინა ივანიშვილი თქვენ, ვინც ახლა მისმენთ, ოცნების დეპუტატებს, სხვებს და სხვებს, ოცნების მინისტრებს, სხვებს და სხვებს, ძალოვან სამსახურებს, სხვებს და სხვებს, აგრეთვე ექსპერტებს, ჟურნალისტებად წოდებულებს, სპიკერებად წოდებულებს, გამправებლებს, ამასაც შეგაზილავთ სახეში. ამას და მაგვარობებს და მეცაც გეტყვით, თუ ხელმორკილს დაადებენ, ვალტონენს ან ნებისმიერ სხვას, იმასაც გაგაправებინებთ, რომ იცოდეთ. ახლა მე თქვენის ნებართვით არ მაქვს თარგმნილი და ადგილზე ვთარგმნი იმას, რაც მოვახერხო უბრალოდ ტექნიკური თვალსაზრისით და მოვახერხეთ მე მგონი. ვალტონენმა გამოაქვეყნა სტატუსი და აი სწრაფადვე ვთარგმნი თქვენის ნებართვით. ესე იგი, ის ამბობს, თავარი შინაარსი ასეთია. საქართველოს მომავალი უნდა გადაწყვიტოს მხოლოდ ქართველმა ხალხმა. ბოროტ მოქმედებს არ აქვთ არანაირი უფლება, ისინი არ ითვლებიან ქართველ ხალხად. არ აქვთ არანაირი უფლება, რომ გადაწყვიტოს საქართველოს მომავალი. დამოუკიდებლად იმისა, ამ ბოროტ მოქმედებს რამდენი მოქალაქე უჭერს ხარს. ამისთვის აუცილებელია სიტყვის თავისუფლება და თავისუფალი სამართლიანი არჩევნები, რაც ჩვენ ქვეყანაში არ ტარდება და არ ჩატარებულა განსაკუთრებით 26 ოქტომბერს. ეს არის მისი სიტყვები. 1975 წელს მიღებულ ჰელსინკის აქტზე ამახვილებს ყურადღებას ქალბატონი ვალტონენი და ამახვილებს ყურადღებას იმ თვალსაზრისით, რომ ხელი სახელმწიფოები, ეუთოს სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ მოქალაქეთა თავისუფლებებსა და უფლებებს. ვალტონენი იწვევს კობახიძეს ფინეთში, ძალიან საინტერესოა, სადაც შეძლებს შეხვდეს თავისუფალ პრესას და დაესწროს ნებისმიერ დემონსტრაციას, რაცაც მოისურვებს. დიახ, კობახიძე ასაკვირველია, ამას ვერ გაბედავს, მაგრამ აი ამ დიპლომატიური დიდოსტატურისვლით ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იწვევს ბანდიტს, ბოროტ მოქმედს. საქართველოს მომავალზე გადაწყვეტილება მხოლოდ ქართულ ხალხს ეკუთვნის, იგივე პრინციპი ვრცელდება ყველა ეუთოს მონაწილე სახელმწიფოზე. ჰელსინკის საბოლოო აქტით სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ და ახალისონ სამოქალაქო პოლიტიკური და ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და უფლებების თავისუფლება განხორციელების ყველა ადამიანისთვის. ამავე სულისკვეთებით, როგორც ეუთოს თავმჯდომარე და იმ დოკუმენტის ხელმოწერიდან 50 წლის შემდეგ გიწვევთ პრაიმ მინისტრ კობახიძე ფინეთში შეხვდით თავისუფალ პრესას და დაესწროთ ნებისმიერ დემონსტრაციას. ეს არის ვალტონენის პასუხი. და ბოლო რემარკა 19 წუთის ბოლოს მე დავწერე ეს Facebook-ზე, ჩვენ ვამბობთ, რომ ესენი პატიმრები ჩვენი არიან სინდის პატიმრები, ტუსაღები, ტყვეები, უკანონო პატიმრები, პოლიტიკური პატიმრები. მაგრამ მე ახლა გთავაზობთ და პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მეტმა ადამიანმა აიტაცოს ეს, იმიტომ რომ მე ვარ ავტორი და რაც ბრძანებთ თქვენი იყოს ამ ტერმინის დამკვიდრება თუ დამკვიდრდება პირველ ყოვლისა ვთავაზობ პოლიტიკოსებს. და ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, გამახსნევინეთ ფრჩხილებს იმის თაობაზე, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი, მაგრამ მე ყოველთვის ესე გავიმეორებ ხოლმე და იქნება და ნებისმიერმა ცუდმა, კარგმა, მაღალმა, დაბალმა, ჭკვიანმა, არაჭკვიანმა, ნებისმიერ შემთხვევაში ამბიციურმა პოლიტიკოსებმა და საჯარო სპიკერებმა ეს ტერმინი დაამკვიდრონ. უკვლებლივ ყველა სახელდება აქრევე გაგეთქვით, რომ სწორია, ანუ რეჟიმის პატიმარი, რეჟიმის ტყვე, რეჟიმის ტუსაღი, უკანონო პატიმარი, სინდის პატიმარი, პოლიტიკური პატიმარი. მაგრამ მე არ მინდა ფრჩხილის გაუხსნელად, გეტყვით,
რომ არ მინდა რომ მხოლოდ კარგი იქნება თუ მხოლოდ მე არ მინდა დავინავანებოდ ამ ტერმინით არ ვილაპარაკებთ მათზე ვინც დაპატიმრებულია და ჩვენ უნდა მათ დავარქვათ რეჟიმის მძევლები. ნუ ღარ გამახსნევინებთ ჭხილს, მათ შორის იმიტომ რომ სუსი და ფსბ ამ ყველაფერს აკვირდება, იმიტომ კი არა რომ მე მაკვირდება, არამედ ყველას აკვირდება. ისე რაც ცხადია ბევრისთვის რატომ ვამბობ ამას და მე თუ მკითხავ თუ ავიტაცებთ შედარებით გაგვიოლდება რეჟიმის მძევლების განთავისუფლება. ამის იქით ვერაფერს ვიტყვი. ასე უნდა ვთქვათ, მზია არის რეჟიმის მძევალი, ონისე არის რეჟიმის მძევალი, ანდროის ვიადი, ავისი პოლიტიკოსები ზურა, კივი, ნიკა თუ სხვები, მიშა სააკაშვილი, ასე შემდეგ. და ეს იქნება ძალიან კარგი. ვალტონენი დაიჭირეთ, გაბედეთ აბა. კომენტარით წაგიკითხოთ რომელიმე მათგანი ის არ ხის. მართლა არ ხის.